ტოპ ჩარტები ხო არის ხოლმე ყველაზე პოპულარული წიგნი, ყველაზე კარგი ფილმი და ასე შემდეგ და შეიძლება ცოტა გულუბრყვილო და სულელურად ჟღერს, მაგრამ რაღაც მომინდა მეკითხა, თუ არსებობს რაღაც ტოპ 5 ცოდვა, რომელსაც თვლით, რომ ამ საზოგადოებას ახასიათებს და კარგი იქნება თუ ამ სნეულებებისგან და ცოდვებისგან და ვნებებისგან გათავისუფლდება. პირველი არის უცოდინრობა. უმეცრება. როდესაც ადამიანი რაღაცაზე ცოდნა არ გაქვს, შემდეგ იგი ისეთი შეფასებები გაქვს, რომ შეიძლება იმ შეფასებებმა დაგხვეპოს. ამიტომ პირველი არის, რომ ჩვენ ადამიანებმა მივიღოთ სწორი ცოდნა იმაზე, რასაც ვამბობთ. პირველი ეს არის. ყველაზე დიდი ის არის, რომ საერთოდ ტყუილი, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ბოროტება მაინც ტყუილია, იმიტომ რომ თვითონ ეშმაკის თვისება ეს. ეშმაკი იტყუება, რა უთხრა, მან აი თავის თავშიც იტყუება, როდესაც ეს ბიბლიურად და წმინდა წერილიც ესე გვეუბნება და ესია, რომ ანგელოზმა, რომელმაც იფიქრა, რომ ღმერთზე დიდი ვიქნები, ამით გახდა ის მოწინააღმდეგეა, ეს სატანა, რასაც ნიშნავდა, ამით მოშორდა ის ღმერთს. და თუნდაც ეს აზრი უკვე ტყუილია, იმიტომ რომ როგორ გახდებოდა ღმერთზე დიდი, როგორ გახდები შექმნილი შეუქმნელზე დიდი. აი ეს არის პირველი უბედური. თვითონ ადამიანთან და ევასთანაც იგივეა, რომ ეუბნება შეჭამე ეს ნაყოფი და ღმერთივით გახდები. აქაც ტყუილია. ამიტომ პირველი არის მაინც თავი და თავი ტყუილი, იმიტომ რომ უმეცრება მაინც შემდეგი ის არის, რომ შეიძლება ჩვენ ბევრ რაღაცაში შევცდეთ, მაგრამ არ უნდა ვთამაშოდეთ, არ უნდა ვიტყუებოდეთ. სამი არის ტყუილი, მეორე არის უცოდინრობა, ტყუილი. უცოდინრობა, ტყუილი, ნუ ფარისევლობა თავისთავად ხა ფარისევლობა ესეთი ის არის, არ დაჯერება, არ მიღება სიმართლის, ეს კიდევ რა ვიცი, ესეც უდიდესი შეცდომაა მე მგონი ადამიანის ცხოვრებაში და უნდა ფიქრობდეს, რომ ყოველთვის იყოს მსმენელი, იმიტომ რომ ესეა რომ ისმინე, აი ისმინე ისრაელი ეს ეუბნება. პირველი სმენა თავარია და ამიტომ ვიყოთ უნდა მსმენელები და მიმღები. და ერთიც. ერთი დაგვრჩა ბოლო. ყოველთვის ვიყოთ სამართლიანები და ერთი სასწორით ვიაროთ.